მამების დრო რა ხან არის მამის გული რო გაჩვენოთ რა არის ყოველთვის მე ესეთი ისტორია მქონდა რომ მეგონა რომ ცოლს არ მოვიყვანდი ნუ სიყვარული გამიმტყუნდა რა ძალიან მძიმედ გამიცადა ეს ტრაგედია იყო ჩემთვის და ჩემებს ეშვინოდათ მე რომ არის რაღაცა არ დაიმართოსო და თავაზობდნენ ეს მოიყვანეთ ჩემს სულ ერთი იყო ყველაფერი და მაგრამ გულში მქონდა მეთო მეთქი სულოცურებდი განმაცდევინე მამობრივი სიყვარული რა არის მეთქი აი ფიცავა მას ვატარებდი და დანახულიც მქონდა აი ხედვა ესეთი თამიყვარდა მე ცოტა ბარში ვთქო მთიან ადგილას რაღაც ახალ მიღებული ბინა გვაქვს ფილმებში რო არის მე მოსამსახურე ვარ მოვდივარ სახლში ბინის კარს მიღებ მეუღლე რომელიც რაღაც თავწაკრულია რაღაცა იმით თავსაბურავით და წინწისაფარი და პატარა ბავშვი უდგას და იდეალური ოჯახი კიდევ დანახული მქონდა ზუსტად ესე მივიღეთ ბინა ისეთ თიან ადგილა ჯვარზენი იქით სვანეთითები იწყება ბინა არის რაღაც სასწაული მაშინ ნატრობდა ხალხი ისეთ ბინას მე რაღაცა ჩაგვივარდა ახალი მოსამსახურა სკოლაში მუშაობ ჩემი მეუღლე ბიბლიოთეკაში ერთი ბავშვი ყო იდეალ და მაგრამ ის ხო დამავიწყდა ის ხედვა და ერთხელაც მოვდივარ სკოლიდან კარს ვაკაკურებ აი ხე დამბურძგლა იმდენად რეალურად ამიხდა რომ კარს ვაღებ და ზუსტად იმ წარმოსკენახის რომ იმ ისეთი იმით თავწასაკრავით ისეთივე წინსაფრით ისეთივე პატარა გოგონა 2 წლის რომელიც მე ხატება მქონდა დანახული ნეტა ეს იქნებოდა და პირდაპირ დავინახე ერთ-ერთზე ან ბავშვი და ჩემი მეუღლე ისე სიყვარული მქონდა ეს მამობის განცდა და ნუ მოკლედ ახლა დაიბადა ბავშვი ანუ უბრალოდ კიდე გეუბნებით დედისგან განსხვავებით იცოდეთ რომ თუ დედას გული ცოტა წინა აქვს და მეტად გამოხატავს და მამას სიყვარულს და მოფერებას მამას ცოტა გულით უფრო შიგნით აქვს და შეიძლება გარედან ვერ გამოჟონოს იმ სიყვარულმა და მაგრამ იცოდეთ რომ იქ ყოველთვის დიდი სიყვარულია მამის გულში იმიტომ რომ მამას მეტი ტვირთები აქვს ამიტომ თუ სითბოს მისცემთ დარწმუნებული ვარ რომ მამა ფიზიკურადაც უფრო გარეთაც უფრო იქნება იმ გზნობის გამომხატველი ვიდრე ახლა თუ არ დაიჯერებთ არ დაუჯერებთ იმას რომ მამა შეიძლება ვერ ახერხებდეს ამას იმის გამო ზუსტად იმის გამო რასაც ვამბობ მამა ხო თქვენი ინტერვიუ წავიკითხე თუ სწორად მახსოვს კვირის პალიტრაში იყო ტიციან ტაბიძის შვილთან ჰქონდათ ურთიერთობა თუ არ გინდათ არ მოვყვეთ. აი ხა ეს ისე კიბერნეტიკა მე აქ რაც თქვი ისე ხება. მაშინ არ მოვყვეთ. ზუსტად მაგის გამო მოხდა ჩემი ის ყვარული მეთქი რომ გაა. ხო, მაშინ არ მოვყვეთ. იმდენად ძიმედ დაღი დამასვა, აი მან რომ მე არ მეგვენა მე თუ ოჯახში ვქვიდი, ეს დასამალი არაფერი არ არის. ეგ იყო ხა ინტერვიუებშიც არის ყველგან ვამბობ, მაგრამ იმ სიყვარულმა მოკლედ ვიტყვი, ისეთი ძლიერ სიყვარული იყო, რომ მე დამანახა სხვა სამყარო რო არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ათეისტი ვარ, რომ ცხოვრება არ შეიძლება ასე შავ-თეთრი იყო, რომ ეს სიყვარული არის სასწაული და ახლა დავიწყე სიკვდილისთვის ფიქრი. მაშინ ათეისტი ვიყო, მე ვთქვი, ეს თუ მე მოვკვდები, აი სიყვარული საწავა, ეს სიცოცხლე ასეთი ლამაზია და უკვე დამენანა სიცოცხლე იმისთვის, რომ მე ეს უნდა ჩაქრეს და რაღაცა ცივი შავი სიბნელე უნდა იყოს პარადისობაში. ამას ხო გვასწავლიდა. აი ამის ჯაის დავიწყე ამბოხი. ზოგადად ფენომენი რო ციკლი რომელიც ყველას აქრო ისეთი ძლიერი ის მოვიდა სიხარული და რაღაცა სხვაგვარი სამყარო ამ სიყვარულში რომ ეს არის რეალობა და როგორ შეიძლება ეს გაქრეს ასე სიცოცხლე. ამ მომიყვანა უკვე წმენამდე.